ჩემო ქართველებო, სხვარი რო დაიკარგება სამართლის აღსადგენად, გელს არ უნდა მივაკითხოთ, გელი უნდა ვაიძულოთ, რომ სხვარი ვეღარ მოგყვაროს. მეგობრებო, არავისთვის არ არის დამალული, რომ საქართველოში დაახლოებით 10-15 ოჯახი ფლობს ფინანსურ ბერკეტებს. ღამის კლუბებიდან დაწყებული კაზინოები იქნება, ეგრეთ წოდებული კალონკები, ბენზინგასამართ სადგურები, სუპერმარკეტები თუ ნებისმიერი დიდი ეგრეთ წოდებული შემოსავლის წერტილები ეკუთვნის 10-15 ოჯახს მთელ საქართველოში და სწორედ ეს 10-15 ოჯახი არის პრაქტიკულად ხელისუფლებაში. მათთან თანხმდება, ისინი ათანხმებენ პარლამენტის სიებს, თორემ პარლამენტის წევრებს უმრავლესობას არავინ ეკითხება რა ეღირება ბალი ბაზარში. საერთოდ ვერ ერკვევიან ბევრი მათგანი ან ბალი რა არის, ან ბაზარი რას ნიშნავს. პარლამენტის წევრები. ჩვენ ვხედავთ ფაქტია, რომ ხელისუფლება მაგერ გამბაჟება კატასტროფულ ფასებში აიყვანა. რატო? იმიტომ რომ ის რაღაც რამდენიმე ათეული ოჯახი შეწუხდა თბილისის ქუჩებში გადაადგილების დროს. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ვიცით ასევე რომ ფასების კატასტროფულად იზრდება. რატო? იმიტომ რომ მოლაპარაკებული არის 10-15 ოჯახი ერთმანეთთან და ისინი არეგულირებენ ფასებს. 10 მაისს საღამოს 6 საათზე, ანუ 18 საათზე კონსერვატორებმა დააანონსეს პარლამენტის წინ შეკრება. აქ თუ კი მოვა დიდი რაოდენობის ხალხი, ის 10-15 ოჯახი ცოტა შეფუცხუნდება, ფასებს დაუკლებენ და განბაჟება შეიძლება საერთოდ გააუქმონ. გააუქმონ რა? ნორმაზე დააყენონ. და არა მარტო ეს, მაგრამ თუ არ მოვა ხალხი, მაშინ რა თქმა უნდა უბრალოდ გაიცინებენ და გააგრძელებენ ჩვენი საზოგადოების და თითოეულ ჩვენთაგანის ძარცვას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ქართველების გადასაწყვეტია, მივცემთ საშუალებას 10-15 ოჯახს გზარცვოს და როგორც წურბელებმა სისხლი წოვოს, თუ ქონდეს ღირსება და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ასე რომ 10 მაისს 18 საათზე პარლამენტის წინ ერთმა დალოცვილი გამყოფოთ. გაგაძიეროთ უფალო.